თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. ანტალია ისევ მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშეები მსჯელობენ არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნებს შორის დიალოგის და დიპლომატიის აუცილებლობაზე. საერთაშორისო ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრება. თურქეთშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ქართული დელეგაცია სხვადასხვა შეხვედრას მართავს. კურიერის გადამღები ჯგუფი ანტალიაშია საერთაშორისო ფორუმში აშუქებს მირიან გორგოძე, რომელიც უკვე პირდაპირ ეთერში გვერდება. მირიან, როგორია გეგმა, რა შეხვედრებია დაგეგმილი დღეს? უკვე მეორე დღეა ანტალია მასპინძლობს დიპლომატიის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს დაახლოებით 6,000-მდე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, ასევე აქ არიან შეკრებილები სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, მკვლევარები, სოფლის ლიდერები, პოლიტიკოსები და ისინი მსჯელობენ დღეს დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. სოფლიოში თუკი ვისაუბრეთ დღევანდელ პოლარიზებულ გარემოზე და ამავე დროს ცდილობენ იპოვონ გამოსავლის გზები თუ როგორ უნდა მოგვარდეს ასევე დიპლომატიის გამოყენებით სოფლიოში არსებული კონფლიქტები. სხვა ლიდერების მსგავსად ანტალიის დიპლომატიის ფორუმში ასევე მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც ფორუმის ფარგლებში უკვე გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ირაკლი კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გუშინ მონაწილეობა მიიღო საკმაოდ საინტერესო პანელურ დისკუსიაში და ამავე დროს გაიმართა ფორუმის ფარგლებში შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ამ შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ ხაზი გაისვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივას და ითქვა ასევე ხაზგასმით, რომ აუცილებელია ორივე ქვეყნის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი კობახიძესთან ერთად ანტალიაში ასევე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ასევე ფორუმის ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა კოლეგებს ხორვატიიდან და ქუვეითიდან და ასევე დღეს დაახლოებით 1 საათში ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საკმაოდ საინტერესო პანელური დისკუსია, რომელიც მიეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონს და ამ პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, მსგავსი დისკუსიები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ისაუბროს რეგიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და გამოთქვას მზადყოფნა, რომ რეგიონში არსებული პრობლემები და კონფლიქტები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და შესაბამისად საქართველოს იყოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. მაღალი დონის სტუმრები ესწრებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს პოზიციების გასაჟღერებლად. ასევე იმართება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ანტალიის ფორუმის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივად ვისაუბროთ ჩვენს ხედვებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით და ზოგადად სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ანტალიის დიპლომატიის ფორუმი არის საკმაოდ წარმომადგენლობითი. აქ არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, ექსპერტები, მკვლევარები, რომლებიც მსჯელობენ სოფლიოში დღეს არსებულ გამოწვევებზე და ფორუმის ფარგლებში ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ამ ფორუმის მონაწილეებს. ერთ-ერთი მათგანი არის ჯეფრი საქსი, ამერიკელი მკვლევარი და ექსპერტი, რომელსაც ჩვენ ვკითხეთ, ბუნებრივია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი. ამერიკელმა მკვლევარმა და ექსპერტმა ჩვენ პირდაპირ განგვიცხადა, რომ მისი მოსაზრებით საჭირო არის, რომ ევროპა და შტატებმა ასე ვთქვათ, თავი დაანებონ ქართულ პოლიტიკას და თავი შეიკავონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან, რადგან ჯეფრი საქსის სიტყვებით
ჩარევები არ მოაქვს არანაირი სარგებელი, რადგან საქართველოს საშუალება უნდა მიეცეს ამერიკელი პოლიტოლოგის განცხადებით აწარმოოს საკუთარი პოლიტიკა იმ შოთის გარეშე, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელიდან მოდის. უპირველეს ყოვლისა, ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას. მე ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს კონდეს საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი შიდა საქმეები. იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე, მე მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე. ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასია შეუძლია ეფექტურად იმუშაოს. მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება არა, ნამდვილად არ არის კარგი. ისტორიულ ჭრილში გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ნატოს იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ ეს ნამდვილად იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნატო შორს უნდა დარჩენილიყო უკრაინიდანაც და ახლა მთელი მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან ჯერ ეს უკიდურესი დაძაბულობა და ახლა ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის. ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებს დღესაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს ამ წუთებში იმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბუნებრივია შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ შეხვედრაზე განხილული საკითხების ირგვლივ და როგორც უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ დაახლოებით 1 საათში დაიწყება პანელური დისკუსია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით და პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მადლობა მირიან, ეს იყო მირიან გორგოძე, რომელიც ანტალიადან საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. თურქეთში ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კომისიაზე მოსმენილი ისტორიები კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რა ხალხი მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ეს იყო უცხოური აგენტურა. ხშირ შემთხვევაში აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები, ამბობს პრემიერ-მინისტრი. ეს პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა. ხშირ შემთხვევაში აქ იყვნენ წარმოდგენილი ჩვეულებრივი სადისტები, არა მარტო რაღაც ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი პრინციპები, არამედ სადისტური დამოკიდებულებით ეპყრობოდნენ ეს ადამიანები სხვებს. და ეს იყო საერთო სულისკვეთება, რომელთაც გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება. და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ი ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების კლოლობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% და ასე შემდეგ, ხო? ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ცდილობს deep state-ი ევროპული სტრუქტურების ხელით და მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივია უნდა დადგეს შედეგი და ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულს შეედინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში. გვიაღამით საპროტესტო აქცია გაიმართა თეა წულუკიანის სახლთან. შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს ეროვნულ გმირის შესახებ გიორგი ანწუხელიძის შესახებ ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. თეა წულუკიანის სახლთან იყო მობილიზებული პოლიციაც. პარლამენტის ვიცე-სპიკერის სახლთან განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსთა მხრიდან. მარიამ კოპალეიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის უერთდება ახლა კურიერის ეთერს. მარიამ, რა განცხადებები გაკეთდა?
გვიან ღამით თეა წულუკიანის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ერთ-ერთი პირველი აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ სახლთან მივარდნა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით არის ნაცნობი ხელწერა და მთლიანად პროცესი არის წახალისებული უცხოელი დონორების მიერ და ორგანიზებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შალვა პაპუაშვილი ახლა კონკრეტულ გამოხმაურებებს ელოდება საკითხთან დაკავშირებით. დონორებისგან წახალისებული და NGO-ებისგან ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ დღეს ღამის 2 საათზე ქართველი როდიონობები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს. სახლებში შევარდნები, შუაღამის ტერორი, ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც ეს დღეებია სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს. ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს. უკვე მესამე დღეა ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც ართვლიან საქართველოს საზოგადოებას. შეფასებები გაკეთდა ასევე ოპოზიციაშიც. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი შენარჩუნდეს მშვიდობიანი ფორმით, თუმცა აქვე არ მალავენ იმას, რომ გასაკვირი მათთვის არ იყო ის, რომ თეა წულუკიანის განცხადებამ საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. ამ ყველაფრის საპასუხოდ კი ქართული ოცნების წევრები საზოგადოებას განუმარტავენ, რომ მათი შეფასებით თეა წულუკიანმა აქცენტი ომის არიდების მნიშვნელობაზე გააკეთა. ალბათ თეას და ნებისმიერ მაღალჩინოსანს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მისი ესა თუ ის განცხადება ეხება ქართველი ადამიანის ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფას და ჩვენი ეროვნული გმირების შეურაცხყოფას, ბუნებრივია ეს საზოგადოებაში გამოიწვევს მწვავე ემოციას და ეს მათთვის გასაგები უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. არასდროს არ უჭერთ მხარს რადიკალიზმს, ასეთი ტიპის პროტესტს, როდესაც განსაკუთრებით საქმე ეხება ოჯახებს, ბავშვებს და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე უნდა ესმოდეს კალბატონ თეასაც, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება. რა თქმა უნდა, ანწუხელიწე გმირია. ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინის და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, გმირია. და ქალბატონ თეამ ის ბრძანა, რომ ეს ომი რო არ ყოფილიყო, დღეს ის გმირები ჩვენი, რომელთაც ვამაყობთ, ბუნებრივია, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახში იქნებოდნენ. მაგრამ ამ უსამშობლოებს აქვს სხვა დაკვეთა. მე დააკვირდით, აბა, ეთყობა რაღაც ჩატი აქვთ. ეს ხო უსამშობლოები ერთმანეთს პოულობენ, ამათ პატრონები ყავთ შემდეგ და უგდებენ ერთმანეთს ერთ და იგივე თემას, აბა ეხა ამას თავს დავესხა და ყველას ერთი და იგივე ტექსტი აქვს თითქმის. აი უსამშობლოებს, აი ვინც არიან რეჟიმის მეთაურებიდან დაწყებული რიგითი გოშიები ვინც ყავთ. ეს არის ხელოვნურად და შემდეგ ის ქმედება, რომ მივარდნა. შემდეგ იმ ახალგაზრდებს დაფინანსებულებს ბუნებრივია, შემდეგ აძლევენ კონკრეტულ მისამართს, როგორ შეიძლება რომ აი მოუწყონ, ესე იგი ინკვიზიცია. ამათი ხელისუფლებაში დაბრუნება მტრისას არავის არ დაინდობენ, გადათელავენ, რაც მაშინ გამორჩათ, იმას ათმაგად აინაზღაურებენ. თეა წულუკიანის სახლთან საპროტესტო აქცია გუშინ დაახლოებით ღამის 2 საათზე ჩატარდა, სწორედ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განცხადება სატელევიზიო ეთერის საშუალებით გიორგი ანწუხელიძეზე გააკეთა. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. განცხადება თეა წულუკიანმა, როგორც მოისმინეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დასვა კითხვა, რატომ არ მოხდა კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, თუ ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყო. ასევე ისაუბრა გიორგი ანწუხელიძის შესახებ და თქვა, რომ ის გმირია, რომელიც სააკაშვილის პიარისთვის გაწირეს. ჩვენ მაინც შევძელით ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც დავიცავით ქართული ჯარის ღირსება. ანწუხელიძის გვარს, გმირის გვარს, რომ ლაჩრები არიან დღეს ამოფარებულები და უპასუხისმგებლო მავნებლები, აი ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში, განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ. რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს
ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას სვამთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. კითხვას სვავთ. გაწირვაში გულისხმობ მათ შორის იმას, რომ როდესაც უკვე დადგენილი ფაქტია ჩვენი კომისიის ამ ეტაპზე მუშაობის შედეგად, რომ ჩვენ სამხედროებს, გამოცდილებს, სამხედრო რასაც ქვია, ქონდათ გეგმა, რომელიც ცხინვალის ალყაში მოქცევას გულისხმობდა და ქალაქში შესვლას არ ითვალისწინებდა, იმიტომ რომ იქ მოსახლეობა იყო. ეს იქ იყო ევაკუაციის გეგმაც სამხედროების მიერ შემუშავებულ გეგმაში. ეს გეგმა სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა გადადეს გვერდზე და ვანო მერაბიშვილმა ჯანაშვილთან ერთად, მის პირველი თუ ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი. ამან გამოიწვია ქაოსი, ამან გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი ჯარშიც, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე. გამოძიებაა თუ სასამართლო დავაა, დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან ძნელია წლების მერე მტკიცებულებების გროვება და ჩვენ მაინც შევძელით ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც დავიცავით ქართული ჯარის და ჯარისკაცის ოფიცრების ღირსება. ანწუხელიძის გვარს, გმირის გვარს, რომ ლაჩრები არიან დღეს ამოფარებულები და უპასუხისმგებლო მავნებლები. აი ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში და სტრასბურგის განაჩენში ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტმა ძალებმა აწამეს და მოკლეს სეპარატისტებთან ერთად. ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლა უკვე ბიზნესის სანქცირებას ითხოვს. განცხადება თინათინ ხიდაშელმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა. ოპოზიციის სტრატეგიაზე ისაუბრა ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმაც. ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ საკითხზე ამჟამადაც მართავენ შეხვედრებს სტრასბურგსა და ევროსაბჭოში. ჩემი ამოცანა, როდესაც მე რომელიმე სახელმწიფოში მივდივარ იმისთვის, რომ მტკიცებულებები ჩავიტანო, ის არის, რომ გზავნილი მიიღონ იმ ხალხმა, რომელსაც სისტემა ამოფარებულია დღეს და რომლის გამოც ძალაუფლებას ინარჩუნებს. პირობა შემიძლია მივცე რამოდენიმე ძალიან მკვეთრად გამოხატულ კოდს ქართულ დიდ ბიზნესში, რომ აუცილებლად ისინი დასანქცირებიან. ბრიტანეთის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ჩვენ ამისთვის მუშაობთ და ამჟამადაც დიანა პროდასალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სახეები იმყოფებიან სტრასბურგში, ევროსაბჭოში მუშაობენ რიგ რეზოლუციებზე. ჩვენი მხრიდან ლელო ძლიერ საქართველოს წარმოადგენს სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია იმყოფება გერმანიაში ამჟამად. ამ პროცესში ვართ ჩართული, მუშაობთ და სანქციებს აქვს თავისი წვლილი და როლი, რა თქმა უნდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ ამ ტაქტიკით ცდილობს რევოლუციური სცენარების ამუშავებას. ხელმოწარული პოლიტიკოსები. მათი გვარებია ხიდაშელები, მათი გვარებია კუპრაძე, სამადაშვილები, ბოკუჩავები. დაძრწიან მთელი სოფლის მასშტაბით, რომ იქნებ ვინმე თავის პატრონს თავი მოაწონონ და რაღაც იქნებ შეზორე ინფორმაცია წყვილმართალი ჩაუტანონ და ამით შემდეგ მოხდეს ცალკეული პირების დასანქცირება. ეხლა რატო ერჩიან ჯერ ბიზნესს? იმიტომ რომ იციან რომ ბიზნესს თუ დასანქცირებენ, გონიათ რომ ამით შეაშინებენ ჩვენს ბიზნესმენებს და შემდეგ ეკონომიკა ჩამოიშლება. ეკონომიკა თუ ჩამოიშლება, ბიუჯეტი ვერ შევისება. ბიუჯეტი ვერ შევისება, მერე წავა ის პროცესები, ინფლაცია, მაღალი გადასახადები და ხელფასს ვერ დაარიგებ და ბუნებრივია ეს მერე ქაოსში გადაიზრდება, ბუნებრივია, ხო? ამით უტევენ. მეორე მხრიდან არიან რომ აი შეთხზული რაღაც სიგიჟეებით შემდეგ უნდათ რომ პოლიტიკოსები და ძალოვანების დაასანქცირონ. და ამით შექმნან განცდა რომ ესე იგი აქ ყველა დასანქცირებულია და ამიტომ მათი ჭკუით ადვილი იქნება უკვე რევოლუციის მოხდენა და აგენტურის დასმა. აგენტურისთვის უნდათ როგორც 2003-2012 წლებში ჰქონდათ, ხო? ყველაფერი სიცაძაგლე ჩაადენინონ. ყველაფერი სიბინძურე გააკეთებინონ.
აი ეს არის მეტი არაფერი და ჩვენ ამის უფლებას არ ვაცნობთ. ირბინონ სანამდე ის ფინანსები ეყოფათ, რაც გამოყოფილია მათთვის, თუმცა მილევად რეჟიმში არიან დარწმუნებული ვარ და მალე დასრულდებიან პოლიტიკურად. ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა. სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა. საქმე უკავშირდება ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს რუსთავის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაფუძნებულად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ინიციალებით დჰ დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტროსასწორი ნივთმტკიცება დამოიღეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი. დანაშაული 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 2 ადამიანი. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში უკრაინის მოქალაქეს უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ. სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირის სასარგებლოდ $180,000 ჩარიცხვა მოსთხოვეს. დანაშაული 7-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსოფლიო კვლავ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლოდინში მოლაპარაკების ფონზე კი თავდასხმები გრძელდება. ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე მიტანილ იერიშ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 8. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა დედაქალაქზეც. კიევში 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სანქტ-პეტერბურგში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით საუბარი შეეხო უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხს. პუტინსა და უიტკოფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლის ოფიციალური გვერდით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშკოვი და პრეზიდენტის წარმომადგენელი საინვესტიციო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დიმიტროვი. ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ეკონომიკა და კომპანიები ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფების წინაშე თუ შეთანხმება არ შედგება. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ისაუბრა. ვლადის დუმბროვსკისმა განცხადება მედიასთან ვარშავაში გამართული ევროკავშირის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გაირკვა, რომ მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან მალე დაიწყება. დონალდ ტრამპს სურს ირანმა იცოდეს, რომ თუ თეირანში ბირთვული პროგრამა არ შეწყდება, მათ თავს ჯოჯოხეთი დატრიალდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესპიკერმა ამერიკისა და ირანის დელეგაციათა შორის დაგეგმილ მოლაპარაკებამდე განაცხადა. დღეისთვის ასევე დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ირანის დელეგაციას შორის მოლაპარაკება. საბოლოო მიზანი და მთავარი ამოცანა იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ვერასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი. პრეზიდენტი სჯერა დიპლომატიის პირდაპირი მოლაპარაკებების ერთ ოთახში საუბრის, რათა მიაღწიოს ამ მიზანს. მაგრამ მან ძალიან ნათლად განუცხადა ირანელებს და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდიც იტყვის, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და ირანს აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. შეგიძლიათ დაეთანხმოთ პრეზიდენტი ტრამპის მოთხოვნას, ან სრული ქაოსი შეიქმნება. ასე ფიქრობს პრეზიდენტი და ამ საკითხზე ძალიან მტკიცედაა განწყობილი. ამერიკის შეერთებული შტატების იერიშებს იემენში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დედაქალაქ სანაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას იემენელი ჰუსიტები ავრცელებენ. მათი თქმით, ამერიკის სამხედრო ძალები ქვეყნის საჰაერო სივრცეში პარასკევს შეიჭრნენ. სანაზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი ჰუსიტები ამერიკულ სატვირთო გემებზე თავდასხმებში დაადანაშაულა.
ათენში რკინიგზის სადგურის ოფისთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას საბერძნეთის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი თქმით, ტერიტორია მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ორმა ბერძნულმა მედია ორგანიზაციამ აფეთქების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს წინასწარ მიაწოდეს. აფეთქებამდე ევაკუაცია მოხდა ადამიანების ახლო მდებარე სასტუმროდან და გარშემო ტერიტორიიდან. პასუხისმგებელი პირი ჯერ უცნობია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენს მეზობლად ბომბი აფეთქდა და როგორც ჩანს, ამას კავშირი ჰქონდა სარკინიზო კომპანიასთან. იყო გარკვეული პროტესტი, რაც ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა სინამდვილეში არ ვიცოდით, რომ ჩვენი სასტუმრო იმ შენობის გვერდით მდებარეობდა, სადაც ამ კომპანიას სათავო ოფისი ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ველოსიპედზე დამონტაჟებული იყო ბომბი, რომელიც აფეთქდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს შეხვდა. განიხილეს სპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს გამორჩეული სპორტული ტრადიციები და ბუნებრივი პირობები ახასიათებს. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. მადლიერი ვართ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რადგან პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს კურაშში. კურაში არის უძველესი ტრადიციული სპორტი, რომელიც წარმოშობილია უზბეკეთიდან და დღეს ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მასშტაბით. სპორტული საკითხების გარდა, ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული ურთიერთობა. ვფიქრობ, ჩვენთვის როგორც სპორტული ქვეყნისთვის, სპორტული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება როგორც ჩემპიონატის მასპინძლობა, ასევე თვითონ სახეობის მიმართ ინტერესი. ეს ყველაფერი ხელშეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, რეგიონებს შორის უფრო აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ ფაზაში. აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოზარდები ახალგაზრდულ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ შემეცნებით პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთვებიან. ბანაკში მონაწილეობას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დროებით დევნილი მოსწავლეები და ვეტერანთა შვილები მიიღებენ. გავაფორმეთ მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის ახალგაზრდების და ვეტერანების ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რათა ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია ეროვნულ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე. თავდაცვის უნარების გამტკიცება საქართველოში თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა და აუცილებლობაა. აფხაზეთის მთავრობასთან გაფორმულების მემორანდუმი კიდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობას მოატებს თითოეულ ჩვენთაგანს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით უკვე მეორედ წარსდგა. წელს სტენდის ვიზუალური კონცეფცია 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად ქართველი მოღვაწეს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვით მომზადდა. საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა გახსნა. საქართველოს ძალიან სერიოზულად დიდი სტენდით, საუკეთესო ლოკაციაზე, საუკეთესო ავტორებით, საუკეთესო ქართული ლიტერატურით და იოანე ზოსიმეთი, ჩვენი ამბანით, ჩვენი დამწერლობით, ყველაფრით ვიღებთ მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტორები ჩვენი და მართლა უნიკალური ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ქვეყანა დაიბრენდოს და გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე ისე, რომ გაყიდვებით, ჩვენი ავტორების გაცნობებით, პოპულარიზაციით რეალურ შედეგამდე მივიდეს. თუნისის გიმილი არის მოდერნის და ექსპრესიონიზმის საუკეთესო ნიმუში. ეს ნაწარმოები თავის დროზე ვერ გამოვიდა. გარკვეული ობიექტური მიზეზები არსებობდა აკოლებისა და ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეს დანაკლისი ავანაზღაუროთ თუნდაც 100 წლის შემდეგ. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გურამ და ეკა გელოვანების ორი დამოუკიდებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრების სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, რაც ქმნის საინტერესო რეტროსპექტივებს. ორივე მხატვრის გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. გურამ გელოვანი ეს იყო ეპოქალური მხატვარი 50-იანი 60-იანი წლების ქართული მხატვრობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, რომელმაც შექმნა იმ პერიოდის სამუზეუმო კლასიკა და დღეს 35 წლის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენა მეორედ შედგა და ეროვნულ გალერეაში პირველია მისი პრეზენტაცია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება აღმოჩენა ახალგაზრდა თაობებისთვის. მამაჩემი და ჩემი გამოფენა ერთობრივად გაიხსნა და ეს არის ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი. მამაჩემი იყო ძალიან დიდი დიაპაზონის მხატვარი, იყო როგორც მონუმენტალისტი,
აგრეთვე ძალიან ლირიული პეიზაჟების მქონე მხატვარი აქვს ძალიან საინტერესო ღრმა ფერწერული პორტრეტები და ეს მე მგონი ეს დიაპაზონი ძალიან კარგად წარმოჩენდა ამ გამოფენაზე. თავისი სტილით გურამი იყო ძალიან კლასიკური მხატვრობის მიმდევარი და ძალიან სახელოვანი კაცი იყო და დღეს ამ გამოფენამ თავიდან ბოლომდე წარმოაჩინა გურამის შემოქმედების მთელი სიღრმე. რაც შეეხება მეორე დარბაზს, აქ არის გამოფენილი ახალგაზრდა მხატვრის გურამის შვილის ეკა გელოვანის თანამედროვე მხატვრის, ასე ვიტყოდი მე, ძალიან ესე იგი თავისი ორიგინალური გზის მპოვნელი ადამიანის მხატვრის გამოფენა და ეს გამოფენა ძალიან საინტერესო არის. კურიერი 12 საათზე ამით დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით 3-ზე. მანამდე კი დღის ყველა სიახლეს გაიცანით ვებგვერდზე rustave2.gt.